იცი რა საერთო აქვს მისტერ ბის, პეპსის და ნასკარს? სამივე დაიბადა ნორს კაროლაინაში. ხო და ჩაუჯექით, ეხლა შეგასწავლეთ ნორს კაროლაინას. შტატი მდებარეობს აქ. ესაზღვრება ვირჯინიას, ჯორჯიას, ტენესის და საუთ კაროლაინას. ნუ რა თქმა უნდა, ოკეანესაც ძალიან დიდი ტერიტორია უკავია. შტატში მოსახლეობა არის 10.500.600 დაახლოებით დღის მდგომარეობით. აბრივიატურები არის ეს და ზემკოდები იწყება ასე. შტატი პოლიტიკურად იდეაში რესპუბლიკურებში შედის, თუმცა მერყევი შტატია, ძალიან ხანდახან დემოკრატობენ კიდევაც. კრიმინალსაც შეეხება უბრალოდ ერთადერთი ქალაქი არის შარლოტა, სადაც ოდნავ სიფრთხილე გმართებთ. დანარჩენ შემთხვევაში არ გამოირჩევა დიდად კრიმინალით ნორს კაროლაინა, მშვენიერი შტატი არის. ფინანსურ მხარესაც შეეხება საწვავი ღირს რეგულარი 3.70, დიზელი ღირს $5. აი ტოლებსაც შეეხება ძირითადი მაგისტრალები უფასოა, მაგრამ არის რამოდენიმე ლოკალური მონაკვეთები ფასიანი. car hauling-ის მიმართულებით რაც გვაინტერესებს, ეს არის აუქციონები და სადილეროები. ამიერიდან აუქციონების რაოდენობასაც აღარ ვიტყვი ხოლმე, ხა ზუსტად რომ 4 აუქციონია, 3 აუქციონია, ვიტყვი ხოლმე დამრგვალებულ ვარიანტში, 16 პლუსი, 10 პლუსი და ასე შემდეგ. სტატისტიკებით ცდება მეგობრებო, ყოველ დღე შევა რაღაც აუქციონი დაიკეტოს ან გაიხსნას და ეს ChatGPT-ები და Gemini-ები და Google Maps-ში მოძიებები და რაღაცეები ყოველთვის შეცდება. ეხლა ნორს კაროლაინაში არის 15 პლუსი აუქციონი. სადილეროებსაც შეეხება 1500-ზე მეტი სადილერო არსებობს და როგორც მივხვდით, car hauling-ის მიმართულებით არ ჭირს მთლად შეკვეთები, ხო? მოდი ეხლა ჩამოგითვლით იმ ქალაქებს, საიდანაც არ გაგიჭირდება შეკვეთების წამოღება წესით. რალი, დედაქალაქი, ნორს კაროლაინასი, შარლოტა, უზარმაზარი ქალაქი, როგორ არა დედაქალაქი მიგვირს მართლა, გრინსბორო, უინსტონ-სეილემი და დურჰემი. ჩემი რჩევა დისპაჩერობა რა, შტატი არის უზარმაზარი. ნუ უზარმაზარი არა, მაგრამ ძალიან დიდია და ეს ჩამოთვლილი ქალაქები შორისშორსაა ერთმანეთსაგან. ანუ დელივერი როცა მოგიწევთ ნორს კაროლაინაში, კარგად გადაამოწმეთ ამ ქალაქებში მიდიხარ თუ არა. თორე ეს სანაპირო ზოლს რომ მივაქციოთ ყურადღება, ხო? თვითონ შტატის აღმოსავლეთი რომ ნახოთ სანაპირო ზოლზე, არ არის მანდ არაფერი ესეთი გადამრიე შეკვეთები, რითიც თამამად შეგიძლიათ რომ გამოხვიდეთ. ამიტომ ჩემი რჩევა არის, ნორს კაროლაინა როცა ეწერება, ეს ზირკოდი როცა ეწერება, ან ეს აბრივიატურა როცა იქნება, მიაქციეთ ყურადღება რომელ ქალაქში მიდიხართ. ჩამოთვლილი ქალაქები თუ იქნება, კი ბატონო, ცოტა თამამად იქნებით. ნორს კაროლაინას მე შევაფასებ car hauling-ის მიმართულებით და დაუწერ 10-დან 7. კი ბატონო, იმიტომ რომ კაი შტატია რა. კაი მოგონებები მაკავშირებს, თუმცა ხანდახან დაღალატება იცის. აი დამიჯერეთ. ხანდახან გაიჩალიჩებთ, თუ არ გადაამოწმებთ იმ ლოკაციას, სადაც მიდიხართ. აუ დიოტი პოლიციას და ტრუპერებსაც შეეხება, აქ გაბარიტებზე უფრო აქვს აქცენტი გაკეთებული, ამიტომ გაბარიტები აკონტროლეთ, თუ ნორს კაროლაინაში აპირებთ გადაადგილებას. ამინცაცაც შეეხება, ნუ შეგეშინდებათ ზამთარ ზაფხულ ნორმ. კაი ტიპია, მართლა აი კლიმატი არის საუკეთესო და ზოგადად აი საცხოვრებლად ხო გეუბნები, განვიხილავ, მაგარი შტატია ძალიან. გამოიწერთ ახი, შემდეგი შტატი იქნება საუთ კაროლაინა, სრულიად განსხვავებული ტიპია. ამიტომ არ გამოგჩებათ ვიდეო თუ